რა არის ვნება? ვნება არის ღვთისათვის არასათნო მდგომარეობა, რომელიც ეფუძნება არა ღვთის ნებას და ღვთისაგან მოსულ გულის სიტყვას, არამედ უკეთურ ნებას და უკეთურ გულის სიტყვას, რომელიც ვნებას გაყენებს. ვნება ტკივილს ნიშნავს, ხო გესმით ქართული სიტყვა? ვნება, ანუ ტკივილს ტანჯვას გაყენებს, ტკივილს განგაცდევინებს, ანუ კლავს. ავადმყოფობაა ესა. და წმინდა წერილის მოუკლებელი შესწავლა გვახსენებს, რომ უფრთხოდეს ვნებებს და კი, მაგრამ თუ ტკივილს მაყენებს და თუ ტანჯავს, რატომ სასაჭიროა გახსენება? საქმეც იმაშია, რომ აი როგორც ვამპირი ღამურები რო არიან, რომ ცხოველს რო დაждდება და სისხლს რო წოვს, ცხოველმა რო არ მოიქნიოს ეს ტანი და არ მოიფერთხოს, რას აკეთებს? ანესთეზიას უკეთებს. გესმის? ტკივილ გამაყუჩებელს უკეთებს ჯერ, ეს უცნაური რაღაცა, ტკივილ გამაყუჩებელს და მერე წოვს სისხლს. აი ესე აკეთებს. ვნება მოდის როგორც სიამოვნება ჩვენში. ამაზე ზენია როგორც ხორციელი სიამოვნება, მაგრამ იგი მოდის როგორც სულიერი სიამოვნება, როცა საკუთარი პატივ მოყარეობა დაკმაყოფილებული გაქვს და სიამოვნებს. ეს ძალიან. ადამიანი სამწუხაროდ ეშმაკს გავს და ცხოველს გავს უღმერთოდ დარჩენილი. ამიტომ ეს ცდუნების სახით მოდის და გაფრთხილებს, რომ ფრთხილად იყავი. და როგორ თუ სიამოვნებს, როგორ მივხვდე, რომ მავნებელია და ვნებაა და რამე კარგი არ არის. ღვთის ნების მიხედვით. თუ ღვთის ნებას ეწინააღმდეგება, ესე იგი ის არის დემონური ვნება. ესე იგი მე უნდა გამოკულელო, ამიტომ ამბობს, წერილის მოუკლებელი შესწავლა ზუსტად მაძლევს ცოდნას იმის შესახებ, რა არის ნება ღვთისა და რა არ არის ნება ღვთისა.